ხალხი ჩვენ ხშირად ვაკრიტიკებენ იმაზე, რომ თქვენ რას იზამდით, თქვენ რას გააკეთებთ და მოდი ერთხელ ავხსნათ რა იქნებოდა სწორი. აი მაგალითად დავიწყოთ იმით, რომ საგამოძიებო კომისიით დავიწყოთ რა, არ მისვლა ეს. აქ ხო იყო რომ ერთმანეთის გინება რო ატეხეს. ვინც მივა მოღალატეა შემდეგ. ამას არ ჯობდა რომ აი მაგალითად შეგეკრიბა მართლა მგვალი ბანკი და ვინ არის დაბადებული. მასთან ერთად შეკრებილი იყო ნორმალური ხალხი და ვაფშე წინასწარ გაგიარა ვინ რას ლაპარაკობს. საგამოძიებო კომისიაზე ყველა ადამიანი მისულიყო მომზადებული ერთი და იგივე მიზნით, რომ იქეთ გადასულიყვნენ შეტევაზე. მაქსიმუმ გაელახე ვიღაცას იქა. მეტი ხო არაფერი მოხდებოდა. მე აუცილებლად წავიდოდი ასეთ რაღაცაზე, უბრალოდ. ხო და ნახე, ის კი არა რომ ვიღაცა ერთი წასულიყო და ორი წასულიყო, როგორც აქციებზე ნახევარი რო დადის იმაზე, არჩევნებზე რო გადის, ნახევარი არ გადის. ყველას ერთობლივი პოზიცია რო ყოფილიყო. აი ხალხო, წარმოიდგინეთ ერთი წამით ეგეთი სიტუაცია, რომ დაბარებულია ვიღაცამ, ხოცებმა შექმნეს საგამოძიებო კომისია. ხოცების მიერ შექმნილი საგამოძიებო კომისია უნდა ყოფილიყო ხოცებისვე თავის ტკივილი. ჩვეულებრივ ხოცებისვე თავის ტკივილი. ნებისმიერ ადამიანი, რომელიც დაბარებულიყო საგამოძიებო კომისიაში, წინასწარ უნდა ერთ მაგიდასთან უნდა შეკრებილიყო. დამჯდარი ყო ლელოს ფულის მეტი რა აქვს, დაერგანიზებია ასეთი შეკრება. დამჯდარი ყო ეს ხალხი და დაბარებული ხარ შენ სიტყვაზე რა, ვიღაცა დაბარებული, ლელო დაბარებულია, ლელოს აქ გრეხები აქვს ძველი რაღაცა მთელი ეს ამბავი. ლელოც კი მომზადებული იყო ისე, ოღონდ აი წარმოიდგინე რომ შენ ზურგს გიმაგრებს, ვიღაცა კი არ გიგონებ, მე არ მიხვიდეო. არამედ ზურგს გიმაგრებენ და ყველა შენიანია მთელი მედია, საშუალება პროპაგანდა აქედან და გეკითხებიან, რა უნდა კითხონ, გამოასახლე ხალხი, გამოასახლი, იასნა აღიარე რომ ბანკი ვიყავი ხალხს ვასახლებდი. ანუ შენ რო ლელოს ხო ანუ თუ რამე ლელოს შეიძლება ძალიან ანეკდოტივით იყოს ლელოს რო უსამართლოდ მევახშება შეეტენა, მაგრამ ზოგადად რო აი ლელოს თვითონ რო ის რო არ ეთქვა რომ მე არასდროს არ ვარ გამომისახულია მილიდანო. არ მეთქვა ამ ბიზნესში ვიყავი, კაცო, ამ ბიზნესს ასეთ სპეციფიკა აქვს. ეს ბიზნესი ასე ფუნქციონირებს, რა ჩემი ფეხები გინდათ რა. სხვა თქვენ არ ყავთ არავინ თქვენ პრემიერებთან შენიერ თანამშრომლობდით. ხო, თუ კი ბატონო, თქვენს პრემიერებთან შეგო თანამშრომლობთ. აი ისა ართან დიდ ბიზნესს რას ამბობთ, მოგიყვებთ ახლა ტექნოლოგიას რას ვაკეთებდი კურიკაშოვთან და ეხლა გიოს მოგიყვეთ და დაერხევდა ხო. ნუ რა ვიცი, თუ არ არის აგერ ბანკი თქვენ არ ახართ ბანკირები როგორ ფუნქციონირებს, ანუ პირიქით იქეთ დაგეწყო ეს შეტევა. გადახვიდოდი იმაზე, რა ქვია, ვიღაცებს ართმევდი რაღაცას ნაცების დროს. რავი, გეთქვა რომ ხო იცით რომ როგორიც ეწოლა იყო, კაცო, მე მინიმალური არ მე მქონდა ბანკი, მოდიოდა ვიღაცა. მესმის რომ მე კი ვიცოდი შინაგანად რომ ამ კაც შეიძლება აიძულებდნენ ამას, მაგრამ რავი, ბანკი მქონდა. მეც ხერპლი ვარ ამისი. და რავი, იმისთვის იმიტომაც მოვედი ოპოზიციაში, რომ ასეთ რამე არ განმეორდეს. რა თქმა უნდა. ხო? ანუ ჩვეულებრივ და დავინახე თქვენს იგივენად იქცეოდით. იცით რეები გამაკეთებინეთ ამ წლის პერიოდში, თქვენთან არ ვიყავით. ხო, ანუ ეს გადასულიყო, რაც უნდა აქეთ ეთქვათ შენთვის. შენ ხო შენი დრო გექნებოდა შენი პოზიციის გასაღებად. შენი ოპოზიციური არხები აკეთ რაღაცა. მე მოვიდოდა მეორე ვიღაცა, იქ გოგავა მივიდოდა გენერალურს თავის არგუმენტს ეთყოდა და იქ ჯაფარიძე მივიდა, ჯაფარასთან ვაფშე რა უნდა ქონოდა. აბარა, აი ვაფშე რა უნდა ქონოდა. დაждდებოდი, რავი, რაღაცას თუ იტყოდი რომ რაღაცა შეიძლება იქაც გეღიარებია რომ კაი ერთი რაღაცა ერთი ორი სირობა შეიძლება თქვი იმ დროს, მაგრამ ოკეი, კაი, ვის არ შეშლია რაღაცა კაცო, მაგრამ მე ხო არ ყოფილვარ ხელისუფლებაში. და რაზე მიბარებთ? მე მიბარებ თქვენ, რომელიც ასეთ რაღაცებს ჩადიხართ ახლა. აი მოსულიყავთ დღესაც აკეთებენ კოცები მესიჯ ბოქსით. თქვენ მე მიბარებთ? თქვენ გიჟები ხო არ ახართ? პროსტა შენეს გაკეთებული, შენეს გაკეთებული. ვისულიყავ ასე. წარმოიდგინეთ, თელი ის კოცებმა აიკიდოსავით, კოცების მე დაწყებული ლილეთზე უნდა დაგეგმო ქვემოთ. იქ ისეთი რაღაც იყო, აი ისეთი შეიძლება გაკეთებინა, რომ ისტერიკაში ჩააგდებდი იმ ხალხს. უბრალოდ გათიშავდნენ ლაივს რა, ანუ სიამდვილეში მართლა რომ წარმოიდგინე, რომ მოხვიდე და თქვა, რომ ხალხო, მოდით ახლა მოგიყვებით მართლა რა ვიცი მე თქვენზეო რა. ხო და მართლა მოყვებოდი, კაცო, ან მათ შორის მოყვებოდი, ნაცებს რო იბარებდნენ, მოყვებოდი, ნაცები რო ხოცებს უზეთ პარლამენტში, მაგ ხალხზე მოყვებოდი. ანუ ეს ხალხი როგორ გადაიბირეს, როგორ გადახდნენ, თავის დროზე რამდენი ერთობლივი გრეხები ექნებათ, იმას მოყვებოდი. დედას უტირებდი, ვაფშე გააფარჩაკებდი იქვე ამას. ჩხუბი იქნებოდა, რაღაცა იქნებოდა, მაგრამ შანსი არ იყო შენ იქ წაგეგო. ანუ რა, აი თუ დაალაგდებოდა, მოდი, ამისთვის საჭირო იყო რამდენიმე ჭკვიანი კაცი, იქ ჩვენ აუცილებლად ყოფილიყავით, იმიტომ რომ ეს დეგენერატები რას დაგეგმავდნენ ჩვენს გარეშე. ჩვენთვის აი მართლა ყველა ტრაქში უნდა შეგზრომოდნენ, რომ იქ მისულიყავი და დაგვეგეგმა კამპანია. თუ მართლა მოგება უნდათ. ბოდიშები უნდა ეხადათ იმის გამო რა გიჟობები გააკეთეს მანამდე, მაგრამ მანამდეც რო სწორად მოქცეულიყო, ხო ვაფშე პრობლემა არ იქნებოდა. აი წარმოიდგინე რომ ვიღაც ჭკვიანი ტიპები, რომლებიც სტრატეგიას დაგეგმავდა, ვიღაც ტიპები, რომლებიც აი შეიძლება ძალიან ახლა ნიჭიერი და ხაზარაძე ტვინი არ გამოსდეს ყურებიდან, მაგრამ ბიჭო, მასეთი დეგენერატი როგორ არის, რომ დაუწერო ფურცელში ეს გააკეთო და ის ვერ შეასრულოს. უთრა არაღელდე მოგაყენება შეურაცხყოფა, შენც ჩუმად მიაყენეს შეურაცხყოფა. მაინც ისმის ხმა, ესმის აი ჩვენ ასეთი ტიპის ფად ამის იმედი არ მექნებოდა, მაგრამ დატენიგება. აი, როგორ არის გოლს აქეთაც გაგიტანენ, ფეხბურთი ასეთ თამაში, აქეთაც გაგიტანენ, თავად შენ მეტი გაიტანო იქ. კი, დატენიგებადი. ხო, დატენიგებ თან ახლა როგორ გითხარი, ის ხელისუფლებაში რო არის უკვე შენ უპირატესობა გაქვს. ანუ შენ ოპოზიციის პოზიციიდან, ჩაგრულის პოზიციიდან მიდიხარ იქ.
თავიდანვე ამორალური მასში იმის ხარეს არის ამორალურობა. თან სულ შეგიძლია წამოაძახო ყოველ მეორე არგუმენტზე, რომ თქვენ იმის შნოც კი არ გაქვთ, რომ ისეთი რაღაც გაკეთოთ, რომ ხალხს მოსვლა უნდადეს და ძალით კანონებს იღებთ. იმედზე დაგეპატიჟებიეთ, იგაგებართ და იქ მოვიდოდი, იქ იტირებდით ყოფას. აბარა, პრაიმ ტაიმში. პრაიმ ტაიმში, აი ამ სისულელის იმედად ხათ ამოჭით ამას და ეხა ხალხს არ აჩვენებთ. აბა თუ გაქვთ ამის შნო, რომ ეს აუ რეები შეიძლება გაკეთოთ. მე მთელი კონცერტი. ზუსტად იგივენაირად აქციებთან დაკავშირებით. ანუ აქციებთან დაკავშირებით შაგაობა კი არა. მოდი კაც კონკრეტულად მოდი მოვუძებნოთ ამ აქციის და რას ვაკეთებთ. კონკრეტულად რა მიზანი აქვს რაღაც კონკრეტულ აქციას, როგორ გრძელდება ის აქცია, როგორ ვაუმჯობესებთ ამ აქციას, ისე რომ ხალხი თავისით ემატებოდეს და იქ მყოფი ხალხი კი არ ლანძღავდეს ვიღაცას. პირიქით, ხალხო ახლა მოდი ერთ წამს ვიღაცას ლანძღვა აქ დავივიწყოთ, აი იმისთვის რომ ხალხი მას არ ლანძღავდეს, შენ თერთად იჯდეს მაგიდაზე. იქ უნდა იყოს მაგიდაზე ჭხუბი, ხალხს უნდა ესმოდეს რომ იქ მიდის ჭხუბი. აქ კი არ მიდის ქუჩაში ჭხუბი და ვიღაცა აქტივისტი კი არ აქვს უფლება ვიღაცას შეურაცხყოფა მიაყენოს. ხაზარაძეს რომ იმას უმათებდნენ და ვიღაც იმას აქვე ხო გახსოვს? წარმოიდგინე რომ ყველა ლიდერი იქ როზის, მეც როზი ვარ, მელიაც როზის, ჯაფარიძეც როზი, ყველა როზის და ყველა რო ეუბნება თავის ამომრჩეველს. ხალხო, მიუხედავად იმისა რომ ჩვენ რაღაც პრობლემები გვაქვს, შეიძლება ერთმანეთთან განსხვავებულას ეს არისა, ჩვენ იმაზე ვთანხმდებით რომ ერთმანეთს არ ვაგინებთ, თვითონ ახლა საქმეს ვაკეთებთ. გთხოვთ, ჩვენო ხარდამჭერებო, მოდით ახლა ძალები გავაერთიანოთ და ვაფშე არ აგინოთ ამ ხალხს, კაცო, პირიქით ყველა მიგზნოს თავი ამ აქციაზე იმდენად კომფორტულად, რომ ეს მისი აქციაა. ownership-ი აქვს ამ აქციაზე რაღაცნაირად. და მოდი ესე გავაკეთოთ, რომ აი ყველას რომ სიამოვნებს რა, ანუ პოლიტიკური პარტიის ლიდერები რომ გარბოდნენ აქციიდან. ეგრე კი არა, რო სიამოვნებს, აი ძლივს პოლიტიკურმა ლიდერმა დაინახა ხალხი, რომელიც მას უსმენს. მაგრამ დღეს არ უსმენს, იმიტომ რომ ვისიც მასჯერა ის ლიდერი იძახის, რომ ის მეორეზე გვერდზე რო უდგას, ის ნაბიჯვარიაო. შესაბამისად, იქ რო ადამიანი დგას და ის ნაბიჯვარი რო გამოდის, ის ხო არ დაუკრავს ტაშს. პირიქით უსტვენს. მაგრამ შენ ყველაფერი უნდა გააკეთო იმისთვის, რომ იქ ყოფნა აუდიტორიამ არავის არ უსტვინოს. და არავის რო არ უსტვინოს, მანამდე უნდა კონდეს შენ პრეტენზიების გარჩეული, მოსმენილი, პასუხები, ხელჩამორთმეული თუ ნაჩხუბარი როგორც არის. და ასე მიდიხარ ამ არჩევნებზე. ბოლოს უკვე ამბობ, რომ აი ჩვენ აქამდე მოვედით, ამამდე. ახლა მოდი ვეძებთ, ვასახელებთ რა გვინდა, აი 10-ვე პარტია ვასახელებთ, ვინც ვართ 4 პარტია, 5 პარტია, 7 პარტია. ვასახელებთ, მე საკითხი მინდა, ეს საკითხი მინდა, ეს საკითხი მინდა, ეს საკითხი მინდა. შენ ეს გინდა. ჩამოვწერთ ამ საკითხებს. ვიღაცას ეს უნდა. დავინახავთ სად არის განსხვავებები. სად არის საერთო. პრობლემა გვაქვს იმაში, რომ არ ვინდობით, რომ მოვიდეს სანდრო ხელისუფლებაში, შეიძლება მე გადამაგდოს. ხო ეს არის პრობლემა. სამდროში იმ კანდიდატს ვიღაცას, რომელსაც ყველა ხარს დაუჭერთ, ხო, მარტო იმიტომ ვეძებთ, რომ ამ კაცს ვინდობით, რომ რაზეც აქ ჩამოვწერთ, რაზეც ხელს ჩამოვართმევთ, ეს კაცი იქნება აღმასრულებელი. და ეს კაცი უკვე ვიღაცის ჭკუაზე კი არ ივლის, არამედ აქ კონსტიტუცია თავისი ხელმოწერილი ამ ადამიანების მიერ დაწერილი მოთხოვნები. 15 საკითხი. 5 პარტიის მიერ თითო 3-3 საკითხით. ზის ეს კაცი და ამბობს, რომ მე მოვდივარ იმისთვის, რომ აგერ შევათანხმე პოლიტიკური პარტიები. მე ვაფშე ინჟინერი ვარ. ფეხბურთელი ვარ, რაღაცა ვარ, მნიშვნელობა არ აქვს ვინ ვარ. მაგრამ მე ის მესმის, რომ აგერ 15 საკითხი რომ აქვს ჩამოწერილი, რაზეც ეს პოლიტიკური პარტიები შევითანხმე, ამის აღმასრულებელი გარანტია მომაქვს. ესა ვარ, ეს კაცი ვარ. ხო გასაგებია ყველასთვის, რომ ასეთი კაცი რომ მოდის, ასეთი ტიპის ხარდაჭერით, ასეთი ტიპის მედია კავერეჯით, ამაზე უკან ეს ისტორია, რომელიც კომისიაზე მაქვს გადალახული თუ რაც მაქვს გაკეთებული, ასეთი ტიპის ისტორია. აი წარმოიდგინე, არჩევნების წაგების მერეც, აი ლამძღაგინების მერეც, 4-5-95 კვირტის მერეც, ადგილობრივ თვითმმართველობის არჩევნებზე შეიძლება ამის გაკეთება. უბრალოდ საჭირო არის აზზე მოხვიდე. მეტი არაფერი არ არის საჭირო ვაფშე. მაგრამ ის რომ შენ აზზე არ მოხვიდე, გადაზღეულია იმით, რომ როგორც შენ ხარ მოსყიდული, ისე იცი რომ დანარჩენების მოსყიდულია და შანსი არ არის რამე გამოვიდეს. ამიტომ შენ ერთადერთი ამოცანა არის რომ ხალხმა ჩათვალოს რომ შენს გარდასხვებია მოსყიდული. ყველაფერი მაგალითად ციხეში წახვიდე. ხო არ ჩათვლი არ შეძე რომ მოსყიდული ხარ. რა ვიღაც ციხეში ვიჯექი მაგ. შენ ორი თუ ვიჯექი, მაგრამ რა მნიშვნელობა აქვს? ციხეში ვიჯექი. შენზე მეორეზე რა ვიცი ციხე მოსყიდული როგორ იქნება კაცო? არჩევნებში არ მონაწილეობს, ასეთი ტიპის პროტესტი აქვს კაცო. ფულზე უარი თქვა. როგორ იქნება მოსყიდული? პარლამენტიდან გამოვიდა მოსყიდული როგორ იქნება? ანუ სამლეში ესეთი გიჟური რაღაცეებით ჩვეულებრივად ხალხს უბნევ თავგზას, რომ აი ვაფშე ვერაფერში ვერ გაერკვეს, ყველას აგინებდეს. არანაირი ავტორიტეტი არ არსებობდეს, არანაირი რეპუტაცია არ არსებობდეს და შენ ყველას კონდეს თავთავისი მაუწყებლობის სფერო, ტელევიზიები იქნება თუ რადიო თუ რაც იქნება და თავთავისი მაუწყებლობიდან მარტო თავის ამომრჩევლების ტვინის რეცხვაზე იყოს დამოკიდებული და იმედი მარტო ის იყოს, რომ რამდენი იდიოტი აღმოჩნდება, რომელიც საღაზზე ვერ მოვა, ვერ ასწოდეს. ერთმა არჩევნებმა არ უშველა, მეორე არჩევნებმა არ უშველა, მესამე არჩევნებმა არ უშველა. ბოლოს გამოდის, რომ შენ აკეთებ აი რაღაცნაირად ფილტრს აკენებ, რომ
მარტო იდიოტებს ელაპარაკები შინაარსობრივად, მარტო მათი სიმპათია გინდა, იმიტომ რომ ოდნავ კრიტიკული აზროვნების ტიპი, შენ იცი რომ მაინც არ მოგიყარება ესეთი გიჟობა გაქვს მოწყობილი, რომ ის იმას ტანი უგზნობს ფიზიკურად და არ უნდა და შენ არც ჩალიჩობ მაგ ტიპზე. ანუ ყველაზე საუკეთესო ტიპებზე, შინაარსობრივად კრიტიკული აზროვნების ტიპებზე, არც კი ცდილობ რომ გახვიდე. მთელი კამპანია აგებული გაქვს რომ მარტო იდიოტები არიან სამორჩევლები.